ჯანსაღი დაბერება. ეს ტერმინი და იდეა განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს ხანდაზმულებისთვის ნიშნავს, რომ თავი მარტოდ არ იგრძნონ და დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვნები არიან ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, ერთმანეთისთვის, რომ არ შეწყვიტონ განათლება, ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ბედნიერების განცდა. იდეა მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა რეალურად არც ისე მარტივი. საქართველოში ხანდაზმულები ხშირად ჩივიან სიდუხჭერაზე, საკვებისა თუ მედიკამენტების ფასზე, ჯანდაცვისა თუ გამაჯანსაღებელ სერვისებზე, რომლებზეც ხელი არ მიუწვდებათ. ამ ფონზე კი ჯანსაღი დაბერების იდეაზე ფიქრი მართლაც რთულია. თუმცა წლების წინ სწორედ ამ იდეისთვის მაინც გამოინახა თბილისში სივრცე. 60+ კლუბი უკვე რამდენიმე წელია ხანდაზმულებს უამრავ მომსახურებას თავაზობს. ძალიან ბევრი ქალბატონი გავიცანი, რომლებიც მართლა სულ სახლში იჯდნენ და როდესაც ეს პროგრამა ესე გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ძალიან ბევრი ქალბატონი მარტო ხელებიც არიან, ისეთებიც არიან, რომლებმაც შვილები უკვე გაზარდეს და რაღაცნაირად სხვა ატმოსფერო სჭირდებათ. აი ეს კლუბი, ეს 60+ და საერთოდ ეს ორგანიზაცია ძალიან ეხმარება ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ყველა გამოდის უკვე გარეთ, რაღაცა სხვა ელემენტები არის, რაღაცა უფრო სილამაზეზეც ფიქრობენ. აი ეს ადამიანები, ეს ქალბატონები ვერც კი შეამჩნევთ, რომ მაგალითად 70 და 80 წელზე მეტისანი არიან, მშვენივრად ადიან, ამ წინებზე ვიყავით ვარძიაში და მოკლედ ყოჩახ ჩვენ. ყველას უხარია სხვათა შორის ეს რომ გაიხსნა ეს პროექტი. უკვე 3 წელია, მე-4 წელია უკვე. ხო და მე ვარ ვეტერანი ამ ჯგუფების ყველაფერი და ძალიან საინტერესოა, მღერით ხატავთ. Այցի ურთიერთობთ, კონცერტები იმართება. 60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივაა. იმისთვის, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს. ეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამა, სოციალური პროგრამა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს უკვე და ძალიან წარმატებული და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვიან დავიწყეთ, მაგრამ უკვე წარმატებულია, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ჯანსაღი ცხოვრებისთვის, ჯანსაღად, ასე ვთქვათ, დაბერებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან დიდი სოციალური, ასე ვთქვათ, პროექტი, რომელიც განჯანსაღებას უწყობს ხელს ჩვენი მოსახლეობის და ასევე მათი ცხოვრების მრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ძალიან ბევრი ასაკოვანი ყავს და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება წლების განმავლობაში. ეს ერთის მხრივ არის გამოწვევა, რა თქმა უნდა, რადგანაც უნდა იყოს მორგებული შესაბამისად სოციალური სისტემები აწყობილი იმისთვის, რომ ჩვენ უპასუხოთ, ჯეროვნათ მათ საჭიროებებს, მაგრამ ამავდროულად არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ 60-65 წლის ადამიანები უკან ჩავთოთ შრომის ბაზარზე და ისინი იყვნენ ჩართული დოვლათის დაგროვებაში. გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ერთობლივი 2022 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში, საქართველოში, სერბეთში, აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოში გამოკითხულ ხანდაზმულთა 80%-მა თქვა, რომ მარტოობას განიცდის. მათი მეხუთედი კი ამ პრობლემას მწვავედ აღიქვამს. უფრო მეტიც, ამ კვლევის მიხედვით ხანდაზმულები ხშირად თავს ოჯახის წევრებისგან გარიყულად გრძნობენ და არ აქვთ საკმარისი სოციალური კავშირები, რაც მათი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. საქართველოში ასაკოვნების ძალიან დიდი რაოდენობა, დაახლოებით 30% განიცდის ემოციურ მარტოობას. ეხლა რას ნიშნავს ემოციური მარტოობა, რომ მათ არ აქვს სოციალიზაციის შესაძლებლობა, საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ ოჯახებში, უმეტესობა ჩვენი საქართველოს გათვალისწინებით, ხო? აი 60+ კლუბების კონცეფცია ზუსტად ამას ემსახურება, იმისთვის რომ მათ ეს არის შეკრების ადგილი რეალურად, სადაც ისინი შეძლებენ როგორც განავითარონ საკუთარი უნარები, ეს იქნება ხატვა, სიმღერა, სპორტული აქტივობები, ასევე შეძლონ სოციალიზაცია, გაზიარება, ემოციურად ერთმანეთთან გარკვეული კავშირის დამყარება. რადგან საზოგადოება იცვლება რეგიონში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვხედავთ, რომ იზრდება რაოდენობა იმ ხანდაზმული ადამიანების, რომლებსაც მარტო ცხოვრება უწევთ. საქართველოს შემთხვევაში ვიცით, რომ 2030 წლისთვის მოსახლეობის თითქმის 20% ხანდაზმული იქნება. ეს საკმაოდ დიდი პროცენტია. ამ ჯგუფის საჭიროებები და მოთხოვნილებები განსხვავდება დასაქმებული ან ახალგაზრდა ადამიანების საჭიროებებისგან და ამრიგად აუცილებელია მრავალმხრივი ინიციატივა.
ინიციატივები პოლიტიკისა და ჯანდაცვის სისტემის შესასვლელად, რათა ხანდაზმულთა საჭიროებებზეც იყოს მორგებული. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც ისინი შეხვედრას, დროის გატარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას მოახერხებენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ გონებასა და სხეულზე. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ჯანმრთელობის დაცვის, ჯანსაღი კვების, განათლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წყალობით. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, თუმცა ამ სერვისებზე საქართველოში ხანდაზმულთა დიდ ნაწილს კვლავ არ მიუწვდება ხელი. თემქის მედიათეკაში გახსნილი 60+ კლუბი კი არის იმედი, რომ ერთ დღეს აქაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდო მისი კეთეები, თანამედროვე მიდგომები და სტანდარტები, რასაც აქ ამ სივრცეში სთავაზობენ ბენეფიციარებს, ისე როგორც ეს ევროპულ განვითარებულ ქვეყნებშია. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.